გიორგი ჭინჭარაძე აკეთებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმზე ანგარიშს, გასული წლის მუშაობის შესახებ და იქ ქალბატონ ადამ არშანიას დაჟინებული მოთხოვნით ის იძულებული გახდა შეეხებოდა სოხუმის უნივერსიტეტის, ვთქვათ, გარშემო, აი ამ სიტუაციას და ის პატარა ვიდეო მე რაც ვნახე, ორწუთიანი ის ლაპარაკობს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო წლებში არ გავდაო ის იმ უნივერსიტეტს, რომელიც ადრე იყო, რაშიც მე ვეთანხმები მას, ანუ 93 წლიდან 2005 წლამდე, როცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო პროფესორი ოთარ ჟორდანია, ეს უნივერსიტეტი ფაქტურად თბილისში უმძიმე მდგომარეობიდან რაც შენობა ჰქონდა, არც ოთახი, არაფერი, პროფესორ მასწავლებლები და აფანტული იყვნენ საქართველოს გარეთ, ასევე საქართველოს დასავლეთ საქართველოში და შეძლო ტიტანური შრომით სწორი მართვით მიეღწია ძალიან დიდ წარმატებას და ინსტიტუცია აკრედიტაციის შედეგად 2004 წელს აღინიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკურ უნივერსიტეტს შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალსახად იყო მეორე ადგილს. ამაში სწორია ბატონი ჭინჭარა. შემდგომშიო იქ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიო უკვე ესე იგი დაიწყო პერიოდი, როცა სტუდენტებს ვთქვათ, რადგანაც სტუდენტების შენარჩუნება იყო საჭირო, ამის გამო აკადემიური დონე ესე იგი ეცემოდა, რადგან ფაქტურად სულ სტუდენტებსაც უწერდნენო ნიშანს. იმას ნიშნავს ეს, ვინც ჩახედილია აი ამ სასწავლო პროცესში. ეს იყო ბატონო გიორგი არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგანაც როცა დაფინანსება სამწუხაროდ მიბმულია სტუდენტზე, პროფესორ მენეჯმენტი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს დიდი რაოდენობა და პროფესორებს კულტურულად თხოვენ, რომ დავუშვათ მაქსიმალურად ესე რბილად იყოს. ეს მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იყო, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ეგ არის. შემდგომში უკვე ბატონ ჭინჭარაძე შეგვეხო ესე იგი ჩვენ გვარების გარეშე რა ექსპერტებს ჩვენ გვიწოდა მაგალითად მე ბატონ ზურაბ პაპასკირს ეგრეთ წოდებული ექსპერტები, ასევე ალბათ იგულისხმებოდა ქალბატონი მანანა ნიკოლაიშვილი, ცირა ბარამიძე, სხვები, ჩვენ გვიწოდა ეგრეთ წოდებული ექსპერტები, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი. მინდა გითხრათ, რომ 2011 წელს მე 2-3 დღე ღამე ვიყავით ციხეში სააკაშვილის დროს, ამიტომ მე ვერავინ ვერ დამაბრალებს ნაციონალურ მოძრაობის სიმპათიებს მის და მე პირიქით ტერორის ქვეშ ვიყავით ნაციონალურ მოძრაობის დროს. ისევე როგორც ახლა ვარ, როგორც ტერორის ფორმები ესე იგი ფაქტურად განსხვავდება, მეტი არაფერი. ასევე ბატონი გიორგი ჭინჭარაძე აღნიშნავს, რომ თავარი ექსპერტი ამ რეფორმის წარდგენისა და შემდგომ გახორციელებაში არისო ბატონი ირაკლი კობახიძეო. თავარი ექსპერტი, ადრე ბატონ ირაკლი კობახიძეს ესე იგი თავარი ექსპერტი დაარქვა, რომ ამ პროგრამას რეფორმას ყავსო ექსპერტიო ერთმა აკადემიკოსმა ნულოვანი ციტირების ინდექსით დაარქვა, თქვა, რომ ბატონი ირაკლი არისო ექსპერტი და სხვა ექსპერტები არ არისო საჭირო. ახლა მე ბატონ გიორგი ჭინჭარაძეს მორიდებით ვეუბნები, რომ აი თქვენ მიერ რომ დაასახელეთ საკმარისი არისო კობახიძეს ექსპერტიო, ბატონ კობახიძემ, როგორც მე ვიცი, სწავლობდა ასპირანტურაში დიუსელდორფის უნივერსიტეტში, გერმანია მოგეხსენებათ სამართალმცოდნეობის მიმართულების სოფლიოში ალბათ პირველია და იქ მე ასე ვიცი, ყველგან მათ შორის ბაკალავრიატში ასწავლიან ლოგიკას, მათ შორის ელემენტებს მათემატიკური ლოგიკის. და
აქ უკვე ხდება ესეთი პრინციპი, რომელიც შეთავაზებულია, როგორც ირკვევა მთავარი ექსპერტის ბატონი ირაკლი კობახიძეს მიერ, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი დარღვეულია, ბატონო გიორგი. უყურეთ ახლა თქვენ. მაგალითად, გამოცხადებულ კონკურსში ბაკალავრიატში ილიას უნივერსიტეტში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 სპეციალობა ბაკალავრიატის ზუსტად ემთხვევა. სოხუმს ამ განათლების რეფორმის ავტორები უყურებენ როგორც თბილისში ყოფი ერთ-ერთ ვაკეში ამ შემთხვევაში უნივერსიტეტში. შესაბამისად, ილიას უნივერსიტეტი თბილისში, ან თბილისშია ორივე და სპეციალობა მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქართული ფილოლოგია, ისტორია, მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრებით ეს 5 სპეციალობა როგორც ილიას უნივერსიტეტში, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემთხვევა, ბატონო გიორგი. ამიტომ თქვენმა მთავარმა ექსპერტმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ დაუშვა შეცდომა. მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ გუშინდელ გამოსვლაში, ბატონო გიორგი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განვითარდება, გაძლიერდება და ლამის გახდება მსოფლიო რეიტინგში კიდევ რაღაცა მაგალითად, რაც მე გამეხარდება, მაგრამ ხო ვიცი ესე ჯერჯერობით არ იქნება. ბატონო გიორგი, უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში, ანუ 2026-27 სასწავლო წლის დასაწყისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 ფაკულტეტი, ბიზნესის და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი დაკარგავს 22 შტატს პროფესორის, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო ამ შემდეგ გრძელი სათაურია 20 შტატს, ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი 12-ს, იურიდიული ფაკულტეტი 4-ს, განათლების ფაკულტეტი 4-ს. ანუ უკვე სექტემბრისთვის 60 შტატი დაიკარგება. დღეს არსებული 215 შტატიდან შემცირდება ფაქტურად 62 შტატით, 60 არა 62-ით და სექტემბერში გახდება 156 შტატი. შემდგომში, როცა უკვე საბოლოოდ მაგისტრატურის მეორე კურსიც არ იქნება მომავალ წელს, ანუ მაგისტრატურაში მიღება ხო არ არის, განულდება მაგისტრატურა და ყოველ სემესტრში შემცირება იქნება 20, 30 და მილევად რეჟიმში იქნება. ახლა ჩემთვის შესაძლებელია ყველაფერი ითქვას რაღაცნაირად, ვისაც არ მოწონდა ჩემი სოფხედულობა, პოლიტიკური გემოვნება შემდეგ, მაგრამ საწყენია ჩემთვის ბატონო გიორგი ჯინჯარაძეს მიმართავ, რომ ჩემს ექსპერტობაში, განათლება და მეცნიერებაში ეჭვი გეპარებათ. ბოდიშ გიხდით საზოგადოებასთან. მაგრამ მე ვარ ერთადერთი აფხაზეთის მკვიდრი, რომელმაც კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრე ოქროს მედალზე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში 84 წელს და სადოქტორო დისერტაცია 98 წელს დავიცავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ციტირების ინდექსი მაქვს 1234, ჰაშ ინდექსი, ჰერშის ინდექსი 22. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცული 10 სადოქტორო დისერტაცია ერთი მზადდება. ამიტომ ცოტა საწყენია, რომ თქვენ მე ესე იგი მიწოდეთ ეგრეთ წოდებული ექსპერტი. მეოთხე საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ეს არის